გადაცემას და სიამოვნებით წარმოგიდგენთ სტუმარს პროფესორ დავით ზილფიმიანს. მოგესალმებით ბატონო დავით. დიდი მადლობა. გულამშვიდობისა ყველას და ყველას გილოცავთ ნეკრესობას. მადლობა ბატონო დავით. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი და მთელი ტელევიზიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისთვის რომ ძალიან ესე იგი სიმბოლურ ფასად ჩვენ გადმოგვეცით სიხშირე და ჩვენ გვაქვს უკვე საშუალება რომ უბრალოდ ჩვენს მაყურებელს აქვს საშუალება ჩვეულებრივი ანტენით ადევნოს თვალყური ჩვენს ტელეპროგრამებს. ძალიან აინტერესებს ჩვენს მაყურებელს როგორ მოხდა ეს რა ვითარებაში გადმოგვეცა სიხშირე დეტალურად ინფორმაცია თუ შეიძლება რომ მიაწოდოთ. რა თქმა უნდა ეს დიდი არაფერი სამადლობელოა პრინციპში, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ წარსულს უნდა ორი რაღაც ვთქვათ. პირველი ის რომ თქვენთვის ნამდვილად როგორც სიხშირე ასევე ტექნიკური საშუალებებიც ნამდვილად დროული და შესაფერისია, იმიტომ რომ აშკარად აღმავლობის გზაზე ბრძანდებით და ძალიან მიხარია რომ აი ეს არხი მეც შევძელი პატარა ლეპტა შემეტანა თქვენი არხის წინსვლაში. დაგეთანხმებით რომ ეს პატარაა ნამდვილად. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და მთელი საზოგადოებისთვის ვინც ასე ელოდა აი ამ მოვლენას გულწრფელად. ნუ წარსულიდან ასევე ის სამი მედია საშუალება რომელიც წარსულში საწყისებში დავაფუძნეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა უნდა მოხმარებოდა ცოტა გაიწელა, უნდა მოხმარებოდა ეს დემოკრატიული განვითარების პროცესში წმინდა ბიზნეს თვალსაზრისით უნდა მოხმარებოდა. იმის გამო რომ ვხედავთ ძალიან ამ წარსულის ფონზე ძალიან პოლიტიზირებული იყო, ძალიან დატვირთულია ჩვენი საზოგადოება. მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სულიერებას, რომელიც თქვენი ეკრანიდან ცდილობს გადმოიღვაროს და იღვრება კიდეც. რა თქმა უნდა, დამსახურება პირველ რიგში თქვენია და მე უფე პეტრესი, იმიტომ რომ ალბათ მხოლოდ ძლიერ განათლებულ ადამიანს შეეძლო ესეთ აღმავლობის გზაზე მიეყვანა ეს კომპანია და ამიტომ მეც შევეცადე რაღაცა ისეთი გამეკეთებინა იმ ორომტრიალების შემდეგ ახლა არ მინდა რომ დილა და მაყურებელი გადავტვირთო, თუმცა ბევრმა იცის ორომტრიალის შემდეგ რაც გადავიტანეთ, ალბათ ყველაზე კარგი და ყველაზე სწრაფი ხელშეწყობა სწორედ იქნებოდა სულიერებისთვის და ამიტომ მოხდა როგორც სიხშირის ასევე სხვა ტექნიკური საშუალებების თქვენთვის გადმოცემა. ეს სხვა ტექნიკურ საშუალებებს რაც შეეხება ეს სრულიად უსასყიდლოდ და საჩუქრად თქვენ გადმოგვეცით პირდაპირ ჩართვის ავტომანქანა. კი, იმიტომ რომ ამ სივრცეში მე ვიცი რა რთულია და რა ისთვისაც ასევე ძალიან დიდი მადლობა მთელი ტელევიზიის სახელით. აი ნახოთ ღმერთმა მშვიდობაში მინდა რომ მოგვახმაროს ყველას, იმიტომ რომ თქვენს მიერ მოხმარებული, კარგად მოხმარებული ყველაფერი საერთო ჯამში ქვეყანას გამოადგება. დასრულდა. მინდა რომ აი წინა პლანზე ვინც მე მიცნობს მაინც წამოვწიო ის სამი აუცილებელი საკითხი, რომელიც სამი პირობა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიამაყოთ ხო ეს ადამიანის პირველ რიგში განათლება, ეს არის ადამიანის პატიოსნება და ეს არის ადამიანის შინაგანი ვაჟკაცობა. აი, როდესაც არხი მომწოდებულია ამისკენ და თქვენს შორის არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ალბათ უპრიანია, იმიტომ რომ ყველა ჩვენი მთელი ცხოვრება ვიცით რომ სამზადისია და წარმავალია ეს ცხოვრება და სამზადისია რაღაცა უფრო კარგისთვის, ხო? ამიტომ არ მიმაჩნია რომ ეს არის ისეთი პირიქით თქვენთვის მოწოდებული და თქვენთვის გადმოცემული ეს საშუალებები აუცილებლად ისევ ჩვენს შვილებს და ჩვენს საზოგადოებას გამოადგება, ასე რომ ამ კუთხით მაინდა-მაინც რომ მე შვილები მყავს და მე შვილიშვილები მყავს, ასე რომ თქვენს აკეთებთ სასიკეთოს. აი ეს მანქანა რომელიც ჩვენ ვახსენეთ და რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ქონოდა ჩვენს არხს, ჩვენს თქვენთან ერთად ვისურვებდით რომ საქართველოს ნებისმიერი ისტორიული კუთხიდან და წერტილიდან ყოფილიყოს ისეთი ჩართვები და ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც მხოლოდ სასიხარულო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და კონკრეტულად შეგეკითხებით თქვა საქართველოს რომელ ქალაქებში კონკრეტულად გავა ჩვენი მაუწყებლობა
და სამწუხაროდ დღეს ისტორიული საქართველოს ახსენე ყველგან არის მის ქართული სიტყვა და თუ არის ისეთი ოცნების დონეზე პერსპექტივა და ჩვენ გვაქვს ყველას ის ოცნება რომელიც აუცილებლად ახდება და თქვენ მინდა ბრძანოთ აი ამ ოცნების შესახებ ეს პერსპექტივას უკვე აღარ დავარქმევდი იმიტომ რომ რეალიზების პროცესია ამ წუთში ლიცენზია თვითონ თავის თავში უკვე იძლევა იმის საშუალებას რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ხდებოდეს თქვენი მაუწყებლობის გავრცელება ეს არის პირველი ამ წუთში ჩვენ უკვე გვიყურებს თბილისთან ერთად ცხადია აჭარა ბათუმისში დგას ერთი სამაუწყებლო ცენტრი იმერეთი ეს არის ქუთაისში შიდა ქართლში გორში ქვემო ქართლში მარნეულში კახეთში დედოფლის წყაროში და ახლა ინტენსიურად აი ამ წუთებშიც მიდის სამზადისი რომ სტეფანწმინდისა და სნოს ხეობა დაიფარება ორ დღეში აგრეთვე ამ მაუწყებლობით ესეც იქაური მონატრებული მოსახლეობისთვის საერთგვარი საჩუქარი იქნება და პერსპექტივა თქვით, მაგრამ აღარც ეს არის პერსპექტივა, ეხლა ვემზადებით გადამცემის, რადგან ეს სრულიად საქართველოს ნებართვა, ასე ვთქვათ, ეს ლიცენზია დაყენდეს ძალიან სერიოზული დიდი ცენტრი ურთაში, რომელიც მთლიანად დაფარავს არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელს თვალს სადაც თვალსაწიერი შეიძლება მივიდეს ურთის მთა იცით ეს ყველაზე შემაღლებული ადგილია სამეგრელოში მთელს აფხაზეთს ამის მხრივ არავითარი დამატებითი ნებართვები ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება იმიტომ რომ თქვენს კომპანიას ეს ყველაფერი აქვს და აი ნელა მე ალბათ უფრო შედარებით პატარა რეგიონების შევსება დაიწყება. ეს არის დროის და ფინანსების საკითხი. ალბათ უფრო არა, იმიტომ რომ უფრო მცირეოდენი დროის, იმიტომ რომ ფინანსების თვალსაზრისით თანაფარდობა ვთქვათ იმისა, რაც გვაქვს დღეს, რაც გაქვთ და რაც უნდა დაყენდეს, ეს საკმაოდ უკვე არსებული სასარგებლოდ არის ეს თანაფარდობა. ამიტომ იქ ფინანსების ისეთი მით უმეტეს რომ თუ დარჩება მხოლოდ და მხოლოდ შედარებით მცირე, ასე ვთქვათ, ზომის სამაუწყებლო პუნქტები, ამას შეიძლება კლავინდებურად მე რასაც შევძლებ ჩემი დახმარებითაც და იგივე შიდა ეპარქიების საშუალებებითაც მოხდეს აი ამის ეს ძალიან სწორი და გონიურული აზრია უწმინდესობას იცით როგორი მოწადინებულია თქვენი არხის და აი ამ სწორედ ამ ცოდნის დასულიერებისთვის ამიტომ ეს მისი შეხედულებაც ძალიან საინტერესოა ამ საკითხზე, იმიტომ რომ დღეს მას შემდეგ რაც უკვე ყველაფერი არსებობს, სიგნალი არის, ხო? ის პატარა სანამ ასე ვთქვათ, დიდზე ზრუნავს თქვენი პირადად თქვენი კომპანია, პატარების პარალელურად შევსება, შედარებით პატარა დასახლებული პუნქტების ეპარქიების დონეზე და ინიციატივით. ეს უკვე შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს არ არის დაკავშირებული რაიმე ძალიან დიდ სერიოზულ. მოკლედ ძალიან მალე, ალბათ ჩვენ შეგვეძლება და ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დილის გადაცემას მადლობა ღმერთს უძღვებით, რომ გულწრფელად ვთქვათ ის, რომ დილამშვიდობისას სრულიად საქართველოს. უკვე შეგიძლიათ ვთქვათ, იმიტომ რომ დიდი ხანია ნახევარზე მეტი მოსახლეობა ჩართულია ბოლო უკვე რამდენი როგორც თქვენ ვწერეთ მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია თანაც ეს დრო არ არის ასე ვთქვათ გაწელილი წლებზე თვეების საკითხია და სხვა შორს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააჩქარებად და განიხილა ხო დააშკარა ამ საკითხის განხილვა კი აი ახლა ახალი იქ ბევრი ცვლილებები განხორციელა და იცით რომ ამ წუთში უკვე თავმჯდომარედ შეცვლილია თან აგერ მომავალში კიდევ უფრო გამოჯამრთელდება სიტუაცია იმიტომ რომ კიდევ ახალი წევრები შეემატებათ აშკარად მათ ხელოთ უნდა ითქვას, რომ როდესაც აი საკითხი უკვე გადავიდა აი გადაცემის ეტაპზე მივიდა საპატრიარქოსთვის აშკარად ძალიან ჩქარი და ესეთი ტემპებით განახორციელეს ეს ყველაფერი. ასე რომ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ სრული ბაზა, კანონიერი ბაზა არსებობს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ სრულფასოვანი მაუწყებელი საქართველოში. დიდი ხანია ხართ კიდეც, მაგრამ აინც რაღაცა ტექნიკური ისინი გვაქვს. ამაში დიდია თქვენი წვლილი. ძალიან დიდ მადლობას გისურვებთ. მე მხარია თუ ეს მოგწალებული
მთელი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების თანამშრომლების სახელით. მადლობა თქვენ რო და ჩვენი მაყურებლის სახელითაც, რომელიც ყოველდღე გვეკითხებოდა, როდის გეკნება ციხე, როდის გეკნება ციხე. აი ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ მოკლედ უამრავი ადამიანის გული მოიგეთ თქვენ. ძალიან ბევრი. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ, ასე რომ მათი გულის მოგება, ჩემი გულის მოგებაც არის, არ არის. უღრმესი მადლობა ბატონ დავით, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. წარმატებებს გისურვებთ მომავალში. მადლობა. თქვენს ჩვენ ყველას გვჭირდება წარმატება, თქვენს გისურვებთ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებ, პროფესორი დავით ძილფიმიანი საუბრობდა სტუდიაში, რომელიც კუთვნილა კომპანია Stereo Plus-მა ჩვენს ტელევიზიას საკუთარი რადიოს სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გადასცა. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას, მუსიკა შემოგთავაზებთ და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით, დაგველოდეთ.